ინფლაცია ივნისში კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 16.5%-ით გაძვირდა ტრანსპორტით მომსახურება და სერვისი, ასევე ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 5.6%-ით, ხოლო კომუნალური მომსახურების ჯგუფში ზრდა 5.9%-ია. საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საბანკო და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყანა გახდა. საქართველოს ამ პოზიციას 2 წლის ვადით დაიკავებს და ამ პერიოდში ქვეყანა ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა კოორდინაციას გაუწევს, ასევე წევრი ქვეყნების საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით გამართავს შეხვედრებს და სხდომებს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 13 ქვეყანას აერთიანებს. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ეს სტატუსი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ფინანსურ სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ფოთის პორტში ტვირთბრუნვა გაიზარდა. APM ტერმინალს ფოთის 2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კონტეინერების დამუშავება 11%-ით გაიზარდა და 185,000 ტიუს გადააჭარბა. 38%-იანი ზრდა ფიქსირდება გენერალური ტვირთების მიმართულებით, ხოლო საბორნე ტვირთების მოცულობა 26%-ით არის გაზრდილი. ამასთან გაზრდილია პორტში მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდა ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას და საერთაშორისო ტვირთბრუნვაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. დედოფლის წყაროში ფესტივალი ალოობა 2026 გაიმართა. ღონისძიება ქართული ხორბლის, პურის წყობის ტრადიციებისა და აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნება. ფესტივალი იმართება მას შემდეგ, რაც იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ხოლო საერთაშორისო კვლევამ საქართველოს პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად დაასახელა. ალოობის ფარგლებში მოეწყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გამოფენა, პურის წყობის მასტერკლასები, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები. ფესტივალი 11 ივლისს დედოფლის წყაროს ცენტრალურ პარკში გაიმართება. ქართული მოცვის ექსპორტი გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით მაისი-ივნისის პერიოდში საქართველოდან 34 მილიონი დოლარის 5,000 ტონაზე მეტი მოცვი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 9%-ით, ღირებულება კი 6%-ით არის გაზრდილი. 1 კილოგრამი მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი $6.50 აღემატება. მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, თუმცა ზრდაა ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც სეზონურად 389 ტონა ქართული მოცვი გაიყიდა, რაც წლიურად 56%-იან ზრდას აჩვენებს. საქართველოს უზბეკეთს შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა გაფართოვდა. ჯიტამ უზბეკეთთან IT პარკ ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, საქართველოსა და უზბეკეთის ინოვაციური ეკოსისტემის დაკავშირებას, სტარტაპებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას. ამავდროულად თანამშრომლობა მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას. თბილისში აქსის ტაუერში სტარბაქსი გაიხსნა, როგორც ბიზნეს პარტნიორს ინვესტიციების სააგენტოში განუცხადეს. პირველ დღეებში დატვირთულობა იმაზე მაღალია, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სტარბაქსი აქსის ტაუერში სატესტო რეჟიმში მუშაობს, ოფიციალურად კი 13 ივნისს გაიხსნება. საქართველოში სტარბაქსის მაღაზიები ალშაია ჯგუფის პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც სტარბაქსის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.